დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. კალცინატები სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში. კალცინატები სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში. ეს არის კალციუმის მარილების მცირე ზომის ჩანართები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს მამოგრაფიის დროს. ისინი თავისთავად არ წარმოადგენენ სიმსივნეს და უმეტეს შემთხვევაში უნებელია, თუმცა ზოგჯერ შეიძლება მიუთითებდეს სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე მდგომარეობაზე ან ადრეულ სტადიაზე არსებულ კიბოზე. კალცინატების ტიპები და მათი კავშირი დაავადებებთან. მამოგრაფიაზე კალცინატები ორი ძირითადი ტიპით ვლინდება. მაკროკალცინატები, ეს არის დიდი ზომის მომრგვალო ან ოვალური ფორმის კალციუმის დეპოზიტები. ისინი, როგორც წესი, დაკავშირებულია ასაკობრივ ცვლილებებთან, სარძევე ჯირკვლის ძველ ტრავმებთან, ან თებით პროცესებთან, ან კეთილთვისებიან წარმონაქმნებთან, ფიბროადენომა. მაკროკალცინატები თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია და შემდგომ დაკვირვებას არ საჭიროებს. მიკროკალცინატები, ეს არის ძალიან მცირე ზომის, ქვიშის მარცვლის მსგავსი კალციუმის ჩანართები. ისინი შეიძლება იყოს დაჯგუფებული ან გაფანტული. მიკროკალცინატები უფრო საყურადღებოა ვიდრე მაკროკალცინატები, რადგან ზოგჯერ შეიძლება ასოცირებული იყოს სარძევე ჯირკვლის კიბოსთან. თუმცა მიკროკალცინატების უმრავლესობა მაინც კეთილთვისებიანია. მიკროკალცინატების მახასიათებლები, რომლებიც ზრდის კიბოს რისკს. ფორმა და ზომა, არარეგულარული, წაწვეტებული, განსხვავებული ზომის და ფორმის მიკროკალცინატები უფრო საეჭვოა, ვიდრე გლუვი, მომრგვალო და ერთნაირი ზომის. განლაგება, დაჯგუფებული, კლასტერული მიკროკალცინატები, განსაკუთრებით თუ ისინი განლაგებულია ხაზობრივად ან სეგმენტურად, სარძევე ჯირკვლის სადინრების გასწვრივ, უფრო საყურადღებოა. რაოდენობა, 5-ზე მეტი მიკროკალცინატი 1 კუბურ სანტიმეტრზე ზრდის საეჭვოების ხარისხს. ცვლილებები დროთა განმავლობაში, ახლად გაჩენილი ან ზომაში რაოდენობაში მომატებული მიკროკალცინატები საჭიროებს შემდგომ კვლევას. კალცინატების გამომწვევი მიზეზები. კეთილთვისებიანი მდგომარეობები. ასაკობრივი ცვლილებები სარძევე ჯირკვლებში. ფიბროკისტოზური მასტოპათია. ფიბროადენომა, კეთილთვისებიანი სიმსივნე. სარძევე ჯირკვლის ტრავმა. ანთებითი პროცესები, მასტიტი. ცხიმოვანი ნეკროზი. სადინრების ექტაზია გაფართოება. ავთვისებიანი მდგომარეობები. სადინროვანი კარცინომა, არაინვაზიური კიბოს ფორმა, რომელიც ვითარდება სარძევე ჯირკვლის სადინრებში. ინვაზიური სადინროვანი კარცინომა. ინვაზიური ლობულური, წილაკოვანი კარცინომა. კალცინატები, როგორც წესი, უსიმპტომოა და მათი აღმოჩენა ხდება მხოლოდ მამოგრაფიის საშუალებით. ისინი არ იწვევენ ტკივილს, გამონადენს ძუძუს თვრილიდან ან სხვა რაიმე შესამჩნევ ცვლილებას. დიაგნოსტიკის მეთოდები. მამოგრაფია, ძირითადი სკრინინგული მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს როგორც მაკრო, ისე მიკროკალცინატები. სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა ეკოსკოპია გამოიყენება მამოგრაფიით აღმოჩენილი საეჭვო უბნების დამატებითი შეფასებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქსოვილი მკვრივია. ულტრაბგერა ვერ ხედავს კალცინატებს ისე კარგად როგორც მამოგრაფია, მაგრამ შეუძლია განასხვაოს სითხით სავსე კისტები და მკვრივი წარმონაქმნები. სარძევე ჯირკვლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება მაღალი რისკის მქონე ქალებში ან იმ შემთხვევებში, როდესაც მამოგრაფიისა და ულტრაბგერის შედეგები არაზუსტია. MRI-ს შეუძლია აღმოაჩინოს კიბოს ისეთი უბნები, რომლებიც არ ჩანს მამოგრაფიაზე. ბიოპსია, თუ კალცინატები საეჭვოდ გამოიყურება, საჭირო ხდება ბიოპსია დიაგნოზის დასაზუსტებლად. ბიოპსიის დროს ხდება ქსოვილის მცირე ნიმუშის აღება და მიკროსკოპით გამოკვლევა. არსებობს ბიოპსიის სხვადასხვა მეთოდი. სტერეოტაქსიური ბიოპსია, მამოგრაფიის კონტროლით ხდება ნემსის სუსტად მიმართვა კალცინატებისკენ და ქსოვილის ნიმუშის აღება. ულტრაბგერითი ბიოპსია, ულტრაბგერის კონტროლით ხდება ნემსის მიმართვა საეჭვო უბნისკენ. ქირურგიული ბიოპსია, ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა კალცინატების შემცველი ქსოვილის ამოსაკვეთად. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია კალცინატების ტიპზე, მათ მახასიათებლებზე და ბიოპსიის შედეგებზე. მაკროკალცინატები, როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობას, მხოლოდ პერიოდულ მამოგრაფიულ კონტროლს. კეთილთვისებიანი მიკროკალცინატები, უმეტეს შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ დაკვირვება და განმეორებითი მამოგრაფია 6-12 თვეში ერთხელ. საეჭვო მიკროკალცინატები, აუცილებელია ბიოპსია დიაგნოზის დასაზუსტებლად.
ავთვისებიანი მიკროკალცინატები, DCIS-ი ან ინვაზიური კიბო, მკურნალობა ინდივიდუალურია და შეიძლება მოიცავდეს ქირურგიულ ჩარევას, ლუმპექტომიას, სიმსივნის ამოკვეთა, მასტექტომიას, სარძევი ჯირკვლის სრული ამოკვეთას, სხივურ თერაპიას, ჰორმონოთერაპიას, ქიმიოთერაპიას ან მიზნობრივ თერაპიას. რჩევები. 40 წლიდან რეკომენდებულია ყოველწლიური სკრინინგული მამოგრაფიის ჩატარება. თუ თქვენ გაქვთ სარძევე ჯირკვლის კიბოს ოჯახური ანამნეზი ან სხვა რისკ ფაქტორები, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ადრე დაწყება ან უფრო ხშირი გამოკვლევები. ნუ შეგეშინდებათ მამოგრაფიაზე კალცინატების აღმოჩენის. უმეტეს შემთხვევაში ისინი კეთილთვისებიანია. თუ ექიმი გირჩევთ ბიოპსიას, აუცილებლად ჩაიტარეთ ის დიაგნოზის დასაზუსტებლად. რეგულარულად ჩაიტარეთ თვითგასინჯვა სარძევე ჯირკვლებზე და რაიმე ცვლილების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კალცინატების აღმოჩენა ყოველთვის არ ნიშნავს კიბოს. თუმცა მათი დროული გამოვლენა და სწორი მართვა მნიშვნელოვანია სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.